ჯიპ ვრანგლერი, როცა ძროხას უკეთესი აეროდინამიკა აქვს ვიდრე მანქანას. ახალთაობაში შუშა ოდნავ დახარეს და ცოტა დაამრგვალეს, მაგრამ ჰაერს მაინც ჩხუბით მიაპობს. გამავლობა ლეგენდარული აქვს, კლდეზე ცავა და მდინარეშიც შევა, მაგრამ წვიმის დროს ქოლგა იქონიეთ. სახურავიდან ისე წვეთავს, გეგონება მოძრავი დუში იყიდე. თუ ტრასაზე საჭემ კანკალი დაიწყო, დროას სესხი აიღო. განანაწილებია ძვირი, უბრალოდ მიზეზის საპოვნელად მთელი სავალი ნაწილი უნდა ჩამოიღო. 3 და 6 ძრავი ბოლო წლებში თითქოს დახვეწეს, მაგრამ როკერების საფირმო წიკწიკი შეიძლება მაინც გაიგო. 2 და 0 თურბო სწრაფია, კომპლექსური გაგრილების გამო ოფროუდზე ტემპერატურას ხშირად შეხედეთ. სალონს რაც შეეხება, ძველი შეგიძლია პირდაპირ დააკერხერო, ახალში უკვე თანამედროვე ეკრანებია, ამიტომ სჯობს თავი შეიკავო. თუ კომფორტს ეძებთ, შეცდით, ეს მანქანა ემოციისთვის შეიქმნა. როცა სახურავს მოხსნი, კარებს სახლში დატოვებ და ბუნებაში გახვალ, ვრანგლერი შეუდარებელია. ნებისმიერ გზაზე თავდაჯერებულია ქალაქის ჯიპებისგან განსხვავებით, ტალახის დანახვაზეც კი ჩეკს რომანთებენ. ყიდვისას სანამ აგრესიული ვიზუალი გონებას დაგიბინდავდეთ, პროაუტო ჯიზე ვინ კოდი უფასოდ შეამოწმეთ. აბა ვრანგლერის მფლობელებო, დაგვიკომენტარეთ თქვენი მონსტრების ფოტოები. ვნახოთ ვინ როგორ ააწყო თავისი ლეგო.